დღესაც როდესაც ჩვენ შევიკრიბებთ და ლოცვას შევასრულებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამედრებელი იქნება უპირველესად თხოვნა და მადლიერება უფლისადმი. მადლიერება, რომ ვართ ამ ეკლესიის წევრები და ამ ქვეყნის შვილები. და 21 საუკუნეში არ დავკარგეთ ჩვენი სარწმუნოება და რამდენადაც შეგვიძლია ვცდილობთ ვიყვეთ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. გულისხმობ რამდენადაც შეგვიძლია არა ურაპატრიოტიზმს, არამედ იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველანი ერთად. იქნება ეს ქალაქი თუ სოფელი და ყველამ კარგად ვიცით, სიმძიმეც, საშიშროებაც, ხელის შემშლელი პირობები ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისა. და ზუსტად იმიტომ არა ვარ ჩვენ ურაპატრიოტები, რომ არ ვირწყამთ ჯიხს კერძზე და ესე იგი არ ლოზუნგებით არ საუბრობთ და უკაცრავად არ ყვბედობთ, არამედ ჩვენ საქმეს აღვასრულებთ ლოცვით, ადამიანებთან ურთიერთობით და ღვთის მცნებათა აღსრულებით, ჩვენთვისაც, ადამიანთათვისაც, ჩვენი ეკლესიის წევრებისათვის და წამს, რომ ჩვენი გადარჩენა არის ღმერთთან კავშირში. საქართველოს გადარჩენა არის ღმერთთან და ზეცასთან კავშირში. ღვთისმშობელთან და წმინდანებთან. და ამ საქმეს ხმამაღლა ვერ გააკეთებ ადამიანი. ამ საქმეს ვერ გააკეთებ ყვირილითა და ასე ვთქვათ ტრანსპორანტებით. ეგ საქმე უნდა აკეთო ჩუმად, რაც მთავარია მდაბლად.